გამარჯობა, მე ვარ ანა მიქია. მე ვარ ნატალია ჭუბაბრია. მოგესალმებით საჭირო პოდკასტი. და დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ ჩვენი ასაკისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე, რომელიც არის საერთოდ ხელოვნება, მუსიკა, თეატრი, ხატვა. პირადად მე ჩემში, ასე ვთქვათ, ხელოვნება გამოიხატება სიმღერით, მუსიკით. ბავშვობიდან 5 წლიდან მღერი ანსამბლ ლარგოში. შენ? ჩემ მხრივ ხელოვნება უკვე გამოიხატება ცეკვის მხრივ, პატარაობიდან ცეკვაო, 2 წლის ასაკიდან. მართლაც ძალიან საინტერესო თემაა. დღეს ჩვენ გვყავს სტუმრად ნიკოლოზ ხარატი, მომღერალი. ნიკოლოზ, მაინტერესებს როგორ და საიდან მიხვდი საერთოდ რომ მუსიკა ესე ძალიან გაინტერესებდა? ზოგადად სიმღერის ნიჭი პატარაობიდან აღმოაჩინე ჩემში, როცა დალაპარაკიც კი არ შემეძლო. და ამის მერე აღმოვაჩინე ის, რომ სიმღერა უნდა გამეგზელებინა და მოვედი დღემდე და ზოგადად ჩემს ოჯახში ყველა თითოეული ჩემი ოჯახის წევრი მოყვარულის დონეზე მღერიან ოღონდ კარგად. უბრალოდ პროფესია არ აქვს ის, თორე დავждებით ხოლმე და ხშირად ვღერით ერთად და ხალისობ და ასე შემდეგ. ძალიან კაი. სულ მაინტერესებდა დიდი გამოცდილება გაქვს სცენასთან და გაქვს თუ არა სცენის მიღმა რაიმე რიტუალი, თქვა სანამ სცენაზე გახვალ? ასაკეთებ. ასე კონკრეტული რიტუალი არ გამაჩნია, რაღაც შეიძლება პირჯვარს ვიწერ ხოლმე ხშირად და სომედი არაფერი. გაიხსენებ თქვა პირველად როდის გახვედი სცენაზე, უფრო ნერვიულობდი თუ უფრო გიხაროდა სცენაზე რო იდექი? ბავშვობიდან მიყვარდა კამერები. ბავშვობიდან სულ რაღაცა განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა და როცა სცენაზე გავედი პირველად არ მინერვიულია, პირიქით გამიხარდა და უფრო რაღაცა мотиваცია მომიწე და უფრო რაღაც გავიხსენე, უფრო კარგად ვიმღერე და ეს ნიჭი ასე ვთქვათ გამაჩნია, რომ კამერთან შემილია კონტაქტი რა. ოჯახისგან მხარდაჭერას ისე როგორ გრძნობ ხოლმე, ანუ როგორ გეხმარებიან ყოველდღიურობაში? აი მე როგორ გითხარ ესეთი კითხვა აი რომ ყველანაირად მეხმარებიან, არ ვიცი, აი უთულესი გრაფიკი მაქვს. მოგეხსენებათ იმ რომ თან უპროგნოზო ხან რა უცბად რაღაც შემოვა რაღაცა და უპროგნოზო გრაფიკი მაქვს და მოგეხსენებათ არას უწევენ და ეხლა ჩემით გადადგილების ის მანქანით არ მაქვს ჯერჯერობით. ხო და მეხმარება ამაში დედაჩემი, იმიტომ რომ ცალია. ყველა ცალია ჩემი ოჯახიდან და არ ვიცი, აი ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება და ძალიან დიდი გამძლეობა მას, იმიტომ რომ აი თითქმის ჩემი გრაფიკით ცხოვრობს და რა ვიცი, აი ძალიან დიდ კიდევ ბევრი ვიტყვი რომ ძალიან მადლობელი ვარ, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი და არ ვიცი, მამა ჩემის და ყველა მატერიალურად გინდ, რა ვიცი, სულიერად, აი სულ რაღაცა ისეთ გვერდში დგომას გძნობ ჩემი ოჯახიდან და ყველა თითოეული ოჯახის წევრი ძალიან მიყვარს. ახსენე რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვს. მე თვითონაც მღერი და ვიცი რამდენი მუშაობა და ვარჯიში ჭირდება რა და ძალიან მაინტერესებს როგორ აბალანსებ სკოლას, სწავლას და საერთოდ ცხოვრებას სიმღერასთან. ეგეც ჩემ გრაფიკაზე არის დამოკიდებული, მოკლედ ისეთი გადარბენა მაქვს დილითაც კი, რომ ხშირად ვერ ვასწრებ სკოლაში მისვლას, დასწრებას და არ ვიცი, ამ დროს ვიხელთებ ჩვენი გადაცემით და ვეტყვი ჩემს სკოლას მადლობას, რომ ესეთ ხელს მიწყობენ გაცნებთან დაკავშირებით, ესე გვერდში მიდიგანან და უღრმესი მადლობა დირექციას, ჩემს მასწავლებლებს, დამრიგებელს და ასე შემდეგ და სწავლა რაც შეეხება მიუხედავად ჩემი გრაფიკისა, ყოველთვის ვახერხებ სწავლას, ყოველთვის, იმიტომ რომ ეს არის ისეთი რამ, რომ მომავალში გვიანი იქნება, ასე რომ ვთქვათ, რაც უნდა ისწავლო ბავშვობიდან და არც ერთი მიზეზმა არ უნდა განაპირობოს უსწავლელობა და სულ ვფიქრობ იმაზე, რომ რაღაცნაირად ის დავაბალანსო, რომ სწავლა და სიმღერა ერთად რაღაცა შევახამო და მგონი გამოდის, რა ვიცი. ისეთი კლასელები მიყავს ისეთი, რომ არ ვიცი, ფანტასტიკური. დარწმუნებული ვარ, შენი მასწავლებლები და კლასელები ძალიან ამაყობენ შენით. და ძალიან მაინტერესებს, აი როგორი დამოკიდებულებებით არიან, როგორ ხვდებიან, შემდეგ რო ხვდები ხოლმე მათ.
მე კლასელებთან და ჩემ ახლო მე ამ მაგაცებთან ასე ვთქვათ ისე ახლოს ვარო ეხა ისე ხშირად ავსაუბროთ ეხა ჩვენ მუსიკალური მაზეა მაგრამ როცა კონცერტი მაქვს თითქმის ყოველთვის ჩემი მაგაცები კლასელები რა ვიცი ჩემი მეგობრები ყოველთვის მოდიან და გვერდში მინდიგანან და უსმენენ და ძალიან რაღაცა ისე ვარ განწყობილები ერთმანეთის მიმართ რომ სულ ერთმანეთის გვერდით გავარ მე როცა მცალი ამათ მე მომღერალი მეგობარი მყავს მოდერავი სპორტსმენები და სულ როცა მცალია მეც მინივა და როცა მცალიაც მოდიან ჩემს კონცერტზე და ასე შემდეგ ხარში ვდგახართ ერთმანეთს თავიდანვე ახსენ რომ პატარაობიდან გიყვარდა სცენაზე დგომა და კამერები და მაინტერესებს რა ემოციებს გქონდა როცა სცენაზე დგახარ როცა სცენაზე ვდგავარ რაღაცა აი ენერგიით ვივსები არაზრუს არ ვიზნობ თავს დაღრილად რაცა უნდა 30 სიმღერა ვიმღერო და 32 სიმღერა ნუ შეიძლება ხმა მას ვიქნას მაგრამ არაზრუს არ ვიღლები ესე ენერგია არ მეცლება და პირიქით მემატება და არ ვიცი ეს რაღაცა საოცრია მგონია იმიტომ რომ ეხა მარტივი არ არის სიმღერა მოითხოვს დიდ ენერგიას ძალიან დიდ ენერგიას იმიტომ რომ მარტო ხმის ამოშება არ არის აქ მოძრაობა ხალხის აყოლება აქ ძალიან დიდი ენერგიათან არის საუბარი და ერთადერთი როცა არ ვიღლები არის ეს რომ აი გამორიცხული ერთი ჰიპოთეზის გავაგზავნებ დილამნით სულაკი და ამანო თუმარი ვერცხლის ახალის ეს ხალხი შევიზეთ საფირონის შუშამადები ეზო დუქანი ეს მოუწმენი ვეთილის ვიხარი დავიძებ წინავს სულმუხტის ეხა მე ვიცი რომ მომღერალი ხარ შენ ვიცი რომ შენ მოცეკვავი ხარ და მაინტერესებს თქვენ როგორ გიზდობთ სცენაზე თავს მე პატარობაში აი ძალიან ნერვიულობდი ყოველ ჯერზე სცენაზე რო ავდიოდი რა ვიცი აი არც მახსოვს იქ რას ვაკეთებდი რომ ჩამოვდივარ მე მახსენდებოდა რაღაც მომენტები და მაგრამ ეხა ნელ-ნელა მგონია რომ ნელ-ნელა აი ვეჩვევი და ვაფასებ იმ სცენის მომენტებსაც ნუ ჩემთვის მეც სულ მიყვარდა სცენაზე დგომა რეალურად მე არასოდეს არ ვიღლებოდი იმდენად მიყვარს ემოციების გამოხატვა ცეკვით მაგრამ ანუ ერთი წინადადებით იმით შემიძლია აუხსნა ჩემი სცენაზე დგომა რომ კულის შიგნով დაღლილობას ცეკვის შემდეგ სცენაზე ვერაფერს ვეგრძნობ გარდა ემოციის სცენაზე ლაპარაკი რომ გავაგრძელოთ მაინტერესებს აი დავუშვათ მოგერჩა კონცერტი ფარდები დაიხურა და აი შემდეგი სცენიდან ჩამოსვლის შემდეგ 10 წუთს როგორ ატარებ ანუ რა ხდება როცა ეს ჩაივლის ჩვენი კონცერტი შემდეგი 10 წუთი არ ვიცი, მაგრამ შემდეგ 1 საათი და მინიმუმ რომ ფოტოების გადაღებას უნდება, ვიცი. და ეს კონცერტის შემდგომ პერიოდს დროს ვიყენებ ფოტოების გადასაღებად. არ შეიძლება არ ვახსენოთ შენ და შენი მეგობრების საქართველოს წარდგენა, ასე ვთქვათ, ევროვიზიაზე. მოგვიყევით როგორი იყო ეს პროცესი და რა ემოციებს განიცდიდი? არ არის მარტივი, როცა შენ ქვეყანას წარადგენ უცხოეთში, საზღვრებს გარეთ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. გინდ სიმღერის სახით, გინდ სპორტის სახით, გინდ რა ვიცი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ შენი ქვეყნის სახელით გადიხარ, საქართველოს ქვია და საქართველოს ანუ წარმოადგენ. და ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ერთადერთი ის იყო კონცერტი, სადაც მე ვინერვიული ძალიან მოვლიცა, იმიტომ რომ სხვა ის ვიგძენი სხვა პასუხისმგებლობა. ისე საერთოდ ჩვენ კონცერტები საერთოდ ავდივართ, აი საერთოდ შემეშლება ტექსტი გადავაკეთებ უცბად. არ შემეშლება რაღაცას ვიზავ მოგეთ, ეგ არ მაინტერესებს საერთოდ და აი ერთ-ერთი ევროვიზია იყო, სადაც ვინერვიული ძალიან და აი ფანტასტიკური კი არა. აი უზომოდ ვინერვიული, იმიტომ რომ რაღაცა სხვანაირად იმას ვქენი, სხვანაირად ვიგძენი ისა რომ ვაიდე რაღაცა და ამიყო ნერვიულობამ და ეგ დამამახსოვრდება ყველაზე მეტად რომ აი ევროვიზიის კონცერტზე ვინერვიული ყველაზე მეტად. და იყო რაღაცა აი რომ მოვურჩით მე სიმღერას და რომ იმას ვქენთ, აი რაღაც ისეთი ემოცია მომაწყდა უცბად რომ ვერ გამოხატე ისა რა ქვია ჩემი ემოციები და კი არის ვიდეო რომ საქართველოს გაუმარჯოს ვთქვი და რაღაცა აი მე გადაფარა ჩემი ნერვიულობა იმ მხიარულმა ემოციებმა. როცა დაბრუნდი კონკურსიდან, როგორ დაგვხვდა ქვეყანა, მეგობრები, როგორ დაგვხვდა ხალხი ზოგადად? ხალხი დიდი სიყვარულით დაგვხვდა, დიდი ემოციებით ტელევიზიებში გავედით და ჩემს სკოლას რაც შეხება კიდევ ერთხელ
ვიტყვი რომ რუსულაში რომ მივედი იმ დღეს არ ვიცოდი მე არ ეს საერთოდ არ საქართველოში არ ჩავუყენები ვარ ჩაურების სკოლის დღე მქონდა და დედაჩემი მორბის იღებს ტელეფონი და მე რას იღებს რაღაცა და ეს ბავშვები კარებიდებიდან გამოაწყდა ეს 2000 ბავშვი და მეთქი რაღაცა და პლაკატები და ამიტაცეს ხელში და ამისროლეს და თელი ამბები და ეგიც ისე დამამახსოვდება ეგ ისტორია რომ არ ვიცი აი ამას ხო მოფიქრება უნდა ხო მონდომება უნდა და აი უბრალოდ უღმესი მადლობა ყველას თითოეულ საქართველოს მოქალაქეს არა მოქალაქეს ჩვენ გვერდში გვედგა უღმესი მადლობა ყველას კომენტარი ყველას თითოეული ლაიქი და ყველას რეაქცია ნანახი მაქვს და კითხული მაქვს და უღმესი მადლობაც გიხდით თითოეულ მათგანს ყველას დატვირთული გრაფიკები, კონცერტები და ასევე ვიცით რომ კვარტეტში ხარ. მოგვიყევი როგორია ყოველდღიურობა კვარტეტში? გარდა იმისა რომ სოლისტი ვარ, მღერი კვარტეტში, კვარტეტ 4-ში, სადაც ჩემი ძმაკაცები არიან, ოთო ბაზერაშვილი, გეგა შონია და ვაჩე ღვინიაშვილი. ჩვენ ერთად კვარტეტ 4-ში გვაქვს ძალიან ბევრი კონცერტები. ძალიან ბევრი ეს თაკე ისტორიებია ეგ მოსაყოლი და რაღაცა იქ სიმღერა უფრო სხვა გამოცდილებას მატებს სოლისტს, სხვა გუნდურობა სმატებს ანუ როგორ გუნდში როგორ უნდა იმღერო, სხვა გამოცდილება ხმებში როგორ უნდა გაშალოს სიმღერები და ასე შემდეგ და თვითოული ჩვენი რეპეტიცია ძლიერდებით და სულ ყოველთვის ანუ ეს ერთ ეტაპზე ავჩერდებით რა. ყოველ რეპეტიციაზე სულ ძლიერდებით და ავედით კერძიროში უკვე მოდი. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა მოყვება დიდი წარმატება, სოლისტობას გუნდში ყოფნას როგორ იტყოდი რა არის წარმატების ყველაზე რთული ეტაპი ანუ ყველაზე რთული რა გიწევს რომ გადაალახოთ წარმატების მისაღწევად ასე რთული ეტაპი არ არსებობს მაგრამ წარმატებული ადამიანი ყოველთვის უნდა მიეჩიოს იმას რომ ყველას არ ეყვარება არის ნაწილი ვისაც უყვარს ვის პარტივის ცემს არის ნაწილი ვისაც არ უყვარს რა ნუ ეს ჩვეულებრივი მოვლენა შეიძლება უნდა ფანტასტიკური ადამიანი იყო და ფანტასტიკური მომღერალი და ფანტასტიკური ფეხბურთელი და მოჭიდავი და ასე შემდეგ ყოველთვის არის ეგ და არ უნდა დაწყდეს უბრალოდ გული ეს უბრალოდ ადამიანის აზრია ხო მაგრამ ეს უფრო ნაკლებად რა ეს ჩვენ რო ეძახით ჰეითერებს ეს უფრო ნაკლებად მაგრამ უნდა მიეჩიოს რაღაცეებს იმიტომ რომ უკვე თავი ჩვენ წარმატებული ადამიანი თავის ცხოვრებას ესე აღარ ეკუთვნის ესე უხეშად რო ვთქვათ იმიტომ რომ უყურებს ადამიან ხალხის მასა უყურებს ცნობს ანუ ესე თავისუფლად ვეღარ გახვალ ანუ ვეღარ გახვალ რა განავიღეთ და გეცემა და რაღაცას გიზავს უბრალოდ აი სულ გეფიქრება ამაზე და იგე რომ ყურადღებას შენში ხარ სულ ხო და ეს არის ერთადერთი თორე ეს რთული ეტაპი რაღაცა ეგ მე არ გამიცდია შრომა უნდა ძალიან დიდი შრომა უნდა პასუხისმგებლობა გაქვს ძალიან დიდი მოკლედ და სულ ყურადღების შენში ხარ ეს შენ როგორც გინდა ისე ვეღარ მოიქცევი რა გავიხსენოთ სიმღერა რომელმაც ესეთი ხალხის ყურადღება დაიმსახურა როგორ ემზადებოდი ამისთვის ესეთი სიმღერა იყო ცნობილი აჭარული და სოლოლაკი და ავანთუმანი ნუ ეს ყველა მიცის და ეს სიმღერები იყო რომელსაც ესე უცბად გავა და ანუ პოპულარობა მომიპოვა და შემდეგ უკვე პოპულარობა მომიტანა სიმღერა კი არა პოპულარობი გავხდი უკვე მე და უკვე სხვა ანუ ჩემი ყველა შესრულებული სიმღერა უკვე ასე ვთქვათ პოპულარობა მოხდა როდესაც გავიგე რომ ამ სიმღერას ვასრულებდი აჭარულს ვიარებულხარ აჭარულს რაღაცა აი ისე ვიფიქრე რომ რაღაც ჩემი სტილი არ იყო და რაღაცა ვინერვიული რა რომ რაღაცა ვერ შევასრულებდი და მოკლედ დიდი მის მერე თორეს მერე მაინც შევასრულე ეს სიმღერა და იმ დღეს არ ვიცი აი რა როცა დაიდო ეს უკვე YouTube-ში რამხელა გამოხმაურება მოყვა ამას გავგიჟდი მეთქი რა ვიცი მე ისე არ უმწოს ჩემი თქვენ გეტყვი მარტო რომ ისე არ უმწოს ჩემი შესრულებული ხა ზოგადად ჩემი შესრულებული სიმღერებს არ უცმენ არასდროს არ მომისმენია
ერთადერთი რაც მაქვს მოსმენილი ის არის ცნობილი სიმღერები ეს აჭარული სოლოლაკი აბანოთობანი და ეს ცნობილი სიმღერები უსმენ მხოლოდ მაინტერესებს რა მოწოთ ხალხს ამ სიმღერებში თუ ისე არ მიყვარს აი ძალიან რა რომ ჩემს სიმღერებს უსმენ და რომ უსმენი რავი ხა ზიად არ ხვთოვანი მაგრამ რა მოიწვიათ ვიკრო და ესეთი ისტორია იყო მოკლედ დიდი აღშავჭიდებები არ მქონდა რომ ეხა ის გავარდებოდა და რაღაცა და უცბად ბაღდა გავარდა ეს სიმღერა რა სამუშაო პროცესი როგორი იყო ზვიად ბოლქვაძესთან და მანანა მორჩილაძესთან? ზოგადად სამუშაო პროცესი მანანა მორჩილაძესთან და ზვიად ბოლქვაძესთან იყო აი რაღაც საინტერესო რა ძალიან მიყვარს ზვიადი და ძალიან საინტერესო კაცია ძალიან რაღაც აი სიმღერის ჯადოქარია ასე ვთქვათ აი ისეთ რაღაცეებს იმავშევა ისეთ რაღაცეებს იგონებს აი გულში რო ჩაგწდება და სულ რაღაცა მეც ვიღებდი რაღაცეებს პოდიშიათ მეც ვიღებდი რაღაც იმის აზრებს ასე რომ ვთქვათ და სულ მაინტერესებდა უცბად რაღაცა მოდი ნიკოლთან ასე ვქნათ და ისეთ რაღაცას გამაკეთებინებდა რომ აი გიждდებოდი რა და რაღაცა გამოცდილება მივიღე უდიდესი ჯერ მოდი აქედან დავიწყოთ ზვიადთან მუშაობით უდიდესი გამოცდილება მივიღე რაღაცა საოცრება გაგიჟებული ვიყავი ეს პერიოდი და მანანა მორჩილაძე ჩემი გული, ჩემი სული დღემდე ჩემი მასწავლებელია, ჩემი რავი თითქმის რავი ყოველ დღე ერთად კიდე დავამატებ ქეთი ჯავახიშვილს ჩემი გულს და სულს განუყრელი მეგობრები, ჩემი მასწავლებლები, ჩემი კეთილმსურველები და ჩემი გულები და სულები და დავამატებ იმას რომ აი ჩემი სიმღერების უკან არის ძალიან დიდი შრომა ჩადებული ძალიან ბევრი უძილო დღე ასე რომ ვთქვათ და თითქმის მანქანაში ვცხოვრობდი ის რაინას პერიოდი იმიტომ რომ ყოველ დღე 3 საათიანი 4 საათი რეპეტიციები მქონდა უწყვეტლივ და მაგრამ ერთხელ გამოცდილება არის უდიდესი და შემდეგ უკვე ამდენი ჩარეები და ის აღარ ჭირდება შენ თვითონ ამიცადინებ შენ თავს რალინასთან დაკავშირებით რომ გავაგრძელოთ გამიგია რომ ფეხმოტეხილი მისულ ხარ მართალია ეს თუ? კი მართალია რაინას კასტინგზე ჯერ ძალიან ისე ექსპონატ მივედი ბაკურიანში მივდიოდი რაღაც ანუ აღარ მაქვს ისე არეული ისე იყო რომ აღარ მაქვს რაღაცა როგორ მივედი მოკლედ რა უცბად ფავში საერთოდ 10 სიმღერა არ მქონდა მომზადებული რაღაცა 2 სიმღერა ძლივს მოვქექე და მივედი თან მქონდა ფეხი მოტეხილი ოჭლობით შევედი მოკლედ და მე ზოგადად მიყვარს ძალიან ისეთი სიმღერებია ქართული და კაცური და რაღაცა და რა სიმღერებო და ეგონათ ხარ რაღაც სიმღერები რაღაც ბავშვურ სიმღერას და უთხარი რომ ვიღებ ფეთქი დავით არჩაძის სიყვარულის გამხელა თქო და აი მე მართლაო და დიახმოს კი და მოკლედ ჩემი მოხმით და ჩემი იმით რა ქვია დავიწყე ეს სიმღერა და მოდი აბა რა ბავშვური მიმღერეო ეხა რაღაცა და მიმღერე საქანელად რეალებს და ისე რეალებს და მოკლედ გაგიჟდნენ ჯერ ტექსტიც ავიცოდი კარგად დავიწყოთ აქედან ამ სიმღერის არის დავით არჩაძის სიმღერის ტექსტი ავიცოდი ნერვიულობის ფონზე ამერია და ნუ ძალიან დაუგეგმავად მივედი და საერთოდ არ მქონდა იმედი ანუ იმედად არ მქონდა იმედი რომ გამოვიდეთ იქიდან წავედით ბაკურიანში ისევ სრიალი ისე მინდოდა რომ ეს ფეხი მქონდა მოტეხილი თაბაშირში მესვა და არ ვიტყუები შეურებივად ამ მოტეხილი ფეხით სრიალები ისე მიყვარდა ეს სრიალი და ვერ შეველი და ამ ერთ-ერთი სრიალის დროს დედას დაურეკეს რომ გადახვედით მეორე ტურშიო მეორე ტურში გადავიდით და გამიკვირდა ძალიან გამიხარდა და მაგრამ მაინც რაღაცა იმის ის ქონდა რომ თხილამურების დატოვება არ მინდოდა და წამოვიდით თბილისში ისევ მომზადებელი ისევ არაფერი არ ვიცოდი საერთოდ რაღაცა ინგლისური სიმღერა მომიმზადებინა და ის სიმღერა რა ქვია ლუი ამსტრონგის Let My People Go ხო და ოღონდ არ ვიცოდი ტექსტი არაფერი არ ვიცოდი ისე მივედი უპასუხისმგებლად ვაღიარებ ხო და დავიწყე ეს სიმღერა და მივხვდი უკვე რომ მაინც აზრი რა ქონდა არ ვიცოდი ტექსტი და კაი გაჩერდიო და მოკლედ რაღაცა ორი სიმღერა წამოვყედი კიდე და გამოვედი ისე უკან წარიდიო კაი მიდიო ეხა შენიციო დავიმშვიდო და წამოვედი და ეხა მართლა ვიცოდი რომ აზრი არ ქონდა
მორჩა გაქოვ და დაისვა წეტილი ყველაფერს და წავედი ბაკურიანი საცხოვრებლად გადავედი საერთოდ დავიკარგე მეთქი ვსო და დაჯექი წავედი ხა მოთქი ვსო აი შენ სამოსული მე აღარა ვარ მეთქი და ჩავედი ბაკურიანში და ეხლა ზოგადად დრო არ მახსოვს რამდენი დღეში მაგრამ ახლო მომავალში ისევ დაგვიერეს და ნიკოლოზი ამჯერად გადავიდა თურმე რაინაშს უკვე ათეულში ჩავლებათ ხოდა ერისო გაგიჟდა კაცო რა ხდებაო და გადასულიაო თქვენი შვილიო რაინას ათეულში უკვე მოხდაო და მე ვსრიალებ იქ რაღაცა მიტარბიდან მოსრიალებ და გავჩერი და რა ხდება მეთქი და მეთქი რაღაც ბედნიერი ხარ მეთქი და გადახვედიო ნიკოლოზო იმაში ათეულში და რა საუბრობთ და მას გადავედი მეთქი და აი ის დღე იყო როდესაც მე მართლა დავიმშვიდობ ბაკურიანს და ის სეზონი მორჩა დავოდი თბილისში აქედან დაიწყო ეს წარმატება, რადგან ჩვენ ვისაუბრეთ და მაინც თქვენთვის რას ნიშნავს მუსიკა? რა ვიცი, მუსიკა ნიშნავს რა ვიცი, ჯერჯერობით ჩემს ცხოვრებას. დიდი ცხოვრება რა გავლის 15 წელია მართალია, მაგრამ მაინც ჩემს ცხოვრებას იწევს, იმიტომ რომ არ წარმომიდგენია ჩემი თავი სიმღერის და მუსიკის გარდა. რა ვიცი, როგორ ვიქნებოდი, სად ვიქნებოდი, არ მართლა წარმომიდგენია, არც მიფიქრია და ალბათ არ მაფიქრებს, მაგრამ ალბათ მაინც მომღერალი ვიქნებოდი, ასე უნდა წარმომიდგინოს, მაინც ამ სფეროში ვიქნებოდი. აქ ყველა ჩვენგანს ართოლი გვაერთიანებს. ახლა გვაინტერესებს თქვენი თეატრის გამოცდილება, ვიცით, ყოფილ ხართ სპექტაკლში გოგა პიპინაშვილთან ერთად ჰელადოსში და მოგვიყევით ამ გამოცდილების შესახებ, როგორი იყო? ვისარგებლეთ მომენტით და მოვიკითხავთ ჩემს უსაყვარლეს ადამიანებს, გოგა პიპინაშვილს, დავით თავაძის, ლიკა ხუნწარიას, ვინც გვერდში მედგნენ ეს სპექტაკლის პერიოდი და ეხლაც იმიტომ რომ ჩემთან სპექტაკლთან შეხება იყო პირველი და ცოტა ნერვიულობდი, იმიტომ არ ვიცოდი რომ გამომივიდა თუ არა და თან ისეთი სერიოზული ისე მხარ აქვს ნაწარმოები ნოდარ დუმაძის ჰელადოსი და რაღაცა მივიღე გამოწვევა და ბევრი შრომის შემდეგ გამოვიდა სპექტაკლი და ისე კარგად მახსოვს ყველაფერი, ისე კარგად თუ როგორ თან იყო კომედიაც იყო ცოტა და ცოტა დრამაც იყო და ეს ორივე ის რა ქვია, ისე კარგად მივიღე თან ტირილი ზოგადად ისე არ მიყვარს, არ შემიძლია. აი ვერ ამატირებ, აი რავი ცხოვრებაში ალბათ ეს 10 ჯერ თუ მიქნება მადარაობაში. აი ვერ ვტირი უბრალოდ და აი ეს მომენტი დამდგარიყო, უნდა მეტირა ამ სპექტაკლში აუცილებლად ბოლო მომენტში რაღაცა უნდა მომეტირა და ვაი მე ეგ ისე მინერვიულა მაგაზე როგორ ვიტირო და რეპეტიციებზე ვერ ვტიროდი. ანუ ვეცგინებულებს ეს ვერ ვიტირე და დადგა სპექტაკლი და რა დავაღები. რო დავაღები, აღარ გავჩერდი. აღთოვანდი რომ რაღაცა უკვე ვიხილე ჩემი თავი ამ სფეროში და რა ვიცი, მგონი გამომივიდა რა, იმიტომ რომ ძალიან კვაყოფილი დავჭი, ძალიან რაღაცა ამაყი ვიყავი რაღაც ჰელადოსში მივიღე მონაწილეობა და გამიხარება ბატონო დავით თუ კიდევ იქნება სპექტაკლი ახლო მომავალში. ახსენეთ რომ გოგა პიპინაშვილთან, ბატონ გოგა პიპინაშვილთან გიწევათ მუშაობა და მაინტერესებს ბატონი გოგა პიპინაშვილის რომელი რჩევა გახსოვთ დღემდე? უღრმესი მადლობა გოგა პიპინაშვილს პირველ რიგში რომ მოვცა საშუალება რომ მასთან ერთად ამ ხელა ლეგენდასთან ერთად მითამაშა. თან ეხა ისე გამოუცილოთ, იმიტომ რომ პირველი შეხება მქონდა კიდე ერთხელ ვიტყვი და მივიღე, არ ვიცი, აი ამ მოკლე დროში ძალიან დიდი გამოცდილება. ისეთი მიდგომა აქვს თან რომ უცბად აგათვისებინებს და უცბად გასწავლებს, უცბად რა ვიცი, დაგაყენებს სახეობის გზაზე და თან რაღაც პერიოდი ჩემი ბაბუაც იყო. და ისე დავმეგობრდით, ისე დავახოლდით ერთმანეთში, ისე რაღაცა რომ ვიცათ, აი ჩემი ასაკის იყო რა, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ და ძალიან გავუგეთეთ, ძალიან დავახოლდით და
გავიხსენებ ერთ პერიოდს, ანუ მასწავლებელი, ანუ ჰელდოში იყო მასწავლებელი და ხშირად ვერ მოდიოდა ხოლმე რეპეტიციებზე და ისე ხდებოდა რომ გოგას უწევდა ამ მასწავლებლების როლი შესრულება და რა თქმა უნდა მე რას ვიზავდი და მისე მიყვარდა ამ როლის შესრულება, ისე მიყვარდა რომ და ყოველთვის ამ მასწავლებლების როლს ვასრულებდი მე. არ ვიცი, აი ამ მოკლე დროში ძალიან ბევრი გამოცდილება მივიღე ბატონი გოგასგან. ძალიან ბევრი ვისწავლე და დღემდე მომდევს ეს ცოდნა და ეს გამოცდილება და უღრმესი მადლობა მას. ახლა ჩვენს მაყურებელს საკმაოდ ბევრი ადამიანი გვისმენს, ვისაც თუნდაც ჩვენი ასაკებსაც უნდა სიმღერა და მაინტერესებს მათ რას ურჩევდით. ყოველთვის იშრომეთ თუ ინათ რომ მიაღწიოთ წარმატებას, იშრომეთ, მოინდომეთ თუ გულით გინდათ, სხვა გულით მონდომებული სხვა შედეგს იძლევა და დადალებული სხვა შედეგს ზოგადად ესე არის. გულით გენდოება რა ვიცი, აი ყოველ შემთხვევაში თუ პოპულარული გახდები, უმაღლეს შედეგს მიიღებ და თუ დაღაზარებენ ფუჭი არის ის დრო და თუ გულით ვიშრომებთ რა ვიცი, მოგვინდება ყოველთვის მივახცევთ წარმატებასაც, კაი გამოცდილებასაც მივიღებთ და ჩვენ ადგილს დავიკავებთ და რაც შეეხება იმას დავამატებ კიდევ რომ პროფესიული იღბალსაც მიუძღვის აქ დიდი წვლილი. ზოგი შეიძლება ბევრმა იშრომოს, ბევრმა იწოლოს, მაგრამ რაღაცა აი არ გაუმართლოსავით და მე მადლობა ღმერთს რომ ეს წილად შემხვდა ეს დიდი პასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ უღრმესი მადლობა ჩემს გულში მოწიგებს ხალხს, ქართულ ხალხს, ზოგადად საქართველოს, იმიტომ რომ რა თქვენ, რა ვიცი. აი როგორც მანქანას საწვავი არ აქვს და გამოელევა, ისე თქვენ რომ რა ვიცი, ვერ ვიმუშავებდი ფიზიკურად, ვერ ვიმღერებდი და მადლობა თქვენ მიყვარხართ ძალიან ყველა თითოეული მათგანი. ახლა უკვე კარგად გაგიცანით და მაინტერესებს ადამიანებს რომ თქვენი გაცნობა შეძლოთ ხოლმე ერთი ისტორიით, რა ისტორიას მოუყვებოდით? მიყვარს ექსტრემი, მიყვარს სიმღერა, გართობა და ესაა რაც არა. მადლობა ნიკოლას სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებ ძალიან ბევრს, კიდევ უამრავს ცხოვრებაში და მგონი ძალიან საინტერესოა პოდკასტი გამოგვივიდა დღეს. ნამდვილად. მადლობა უღრმესი მოწვევისთვის. ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა და ატით თუ თქვენ გვიგით მიგულით და გისურვებთ ბევრი წარმატება, სულ გესწრებოდით, გიმღერებოდით და რა ვიცი. ისევ წარმატებას კიდევ ერთხელ და ბევრ წინსვლას და ბედნიერებას. მადლობა დიდი ჩვენს მაყურებელს დღეს რომ გვიყურეთ. ვფიქრობ ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოგვივიდა და დღეს ჩვენ ვიყავით საჭირო პოდკასტი. გნახავთ ახლო მომავალში ახალ სტუმრებთან ერთად.